კახეთში მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა მოიმატებს, საღამოს კი შესაძლოა გაწვიმდეს 26 ივლისის დღის ბოლომდე მაღალია სეტყვის მოსვლის ალბათობაც. ამინდის ეროვნული ბიუროს ცნობით, ორშაბათიდან 27 ივლისიდან ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და 37 გრადუს ცელსიუსზე მეტი დაფიქსირდება. ორშაბათიდან შეიმჩნევა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ რეგიონებში, ჰაერის ტემპერატურის მატება მოსალოდნელი. აქ არამდგრადი ამინდები მოსალოდნელია, ეს იგი 30-31 ივლისამდე, თუ ჩავთვლით დღეს, დღის ბოლოდან, საღამოს საათებში, 23 ივლისის დღის ბოლოდან, 24 ივლისის ხამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია კახეთის რეგიონში მაღალი არის ალბათობა სეტყვის მოსვლის და ასეთი საშიში სიტუაცია კახეთისთვის მაგალითად სეტყვის მხრივ შესაძლებელია იყოს 26-ის დღის ბოლო, და 27-ში უკვე შედარებით უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, როგორც გითხარით, და შესაძლებელია 28 ყველაზე მაქსიმალური ტემპერატურა ივლისის, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში დაფიქსირდეს 29, 30 და 31 ივლისს აქ 37 გრადუს შეიძლება გადაშორდეს მაქსიმალური ტემპერატურა და წვიმა თუ იქნება, როგორც აღნიშნე 23-24-ში, აგრეთვე არის მოსალოდნელობა ცოტა მნიშვნელოვანი საყურადღებო 29 ივლისის საღამოს საათებიდან 30 ივლისის ღამის საათებში.